გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ეთერში ვართ მელია ბარათაშვილი და აკაკი გოგოლაძე. მოგესალმებით. და დღევანდელი ჩვენი თემა ძალიან საინტერესო და იშვიათი მოვლენა და წლის მთავარი თემა საახალწლო თემა. მთავარი თემა, საახალწლო თემა 7 დეკემბერს გვაქვს, მაპატიეთ 7 იანვარს გვაქვს შეერთება ვენერა, მარსის და მზის. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად იწყება 3 ახალი ციკლი, რომელშიც მონაწილეობს რეპროდუქციული პლანეტები და ნების პლანეტები. ანუ ქმედითი ნება მარსი, მზე ნება ზოგადად, ხო, და იყოს ნება ჩემი და ჩვენი პრიორიტეტები და სურვილები. და რას ნიშნავს ეს? ეს დღე, კონკრეტულად ეს პერიოდი, აქ არ არის საუბარი ან კარგი დღეა, ცუდი დღეა, გამართლება, ან რაღაც განსაკუთრებულობა. ეს არის ის მომენტი, როცა ადამიანში ერთდროულად, ანუ ერთდება 3 რაღაცა. ის, რაც მას უნდა, ის, რაც მზად არის, რომ გააკეთოს და როგორ ხედავს საკუთარ თავს ამ ყველაფერში. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა, იმიტომ რომ როგორ წესი, ეს 3 რაღაცა ცალ-ცალკე ცხოვრობს ჩვენში, ანუ ჩვენ შეგვიძლია გვინდოდეს ერთი, ვაკეთებდეთ მეორეს, ანუ და ვიყოთ მესამე სიტუაციაში. ვიყოთ მესამე სიტუაციაში, ამიტომ ადამიანები წლების მანძილზე რჩებიან ერთი და იგივე, ასეთ ჩამოკიდებულ სიტუაციებში. და აქ სხვა რამე ხდება, ანუ აქ სურვილი უკვე, ანუ გაცნობიერება ხდება სურვილი უკვე არ იმალება, ანუ ქმედება უკვე აღარ გადაიდება, ანუ მზად ყოფნა ხარ ქმედებისთვის და რაც მთავარია, ადამიანი აღარ უარყოფს თავის არჩევანს. აი ეს იმდენად მნიშვნელოვანია, თან ეს ყველაფერი თხის ქაში ხდება, კარდინალურ ნიშანში. თითქოს რაღაც შიგნით, აი რაღაც რაღაც ხდება ასეთი შიგნით და ოღონდ ეს ემოციური ფონი კი არ არის. ეს არის ნება, რომ მეტი აღარ შემიძლია ასე ვიცხოვრო და მე რაღაცა უნდა გავსაზღვრო, რას ვაკეთებ და რა მინდა. გაგძელი. აქ უბრალოდ ის კი არ არის, რომ მე მინდა და ვმოქმედებ. აქ უკვე ის არის, რომ ჩემს სულს რა უნდა, პიროვნულად რა მინდა, იმიტომ რომ 3 უმნიშვნელოვანესი პლანეტის შეერთება ხდება. აქ უკვე ადამიანი იწყებს ძალიან აქტიურად ბრძოლას თავისი სურვილებისთვის. ანუ აქ აღარ მალავს ადამიანი თავის სურვილებს, ეს რომ მე მინდა, ეს უნდა გავაკეთო და ამისთვის რაღაცა ნაბიჯები უნდა გადავდგა. და მით უმეტეს ესეთ მიზნების ნიშანში, ესეთ სტრუქტურირებულ ნიშანში, რო გვაქვს ეს შეერთება, ეს პერიოდი ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ მთლიანად შევცვალოთ ჩვენი მიმართულება და დავიწყოთ იმისი კეთება და იმისი მატერიალიზაცია, რაც რეალურად გვინდა. საით მინდა სიარული, რა შედეგზე მინდა გავიდე, რა საკითხებში მინდა დავდო შედეგი. ანუ ამ საკითხებს წამოგვიწევს ძირითად ვარიანტში წინ და რომელ სახლშიც მოგვიხვდება ეს შეერთება სახლებზე ბოლოს ვისაუბრებთ. იმ სახლის საკითხებში შეგვიძლია რაღაცა ახალი წამოვიწყოთ, ახალი ენერგიები შემოვიტანოთ და მნიშვნელოვანი კარდინალური ცვლილებები გვქონდეს. აქ დასრული დამოკიდებულებებზეა ლაპარაკი, დასრული, რომ მე თუ რაღაცა მინდა, მე მზად ვარ ამისთვის, რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება. ის კი არა, რომ უბრალოდ მინდა და უბრალოდ ხო ვმოქმედებ აქ, მაგრამ მინდა სხვა რამე. არამედ მე რეალურად მზად ვარ ჩემი ცხოვრება შევცვალო. დაუკვირდით, რამდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს შეიძლება სხვადასხვა სფეროებში მოხდეს ჩვენი ცხოვრების და ეს ბევრ რამეს შეიძლება შეეხოს ჩვენ ცხოვრებაში, ხო? და თუ არის დავუშვათ, ქონდა რაღაც შიში დავუშვათ აქამდე მოქმედებს, ეს შიში კი არ ხდება, მაგრამ აქ საუბარი არის, რომ ის შიში აღარ გამართავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს არის დასაწყისი. ეს არ ნიშნავს, რომ 7 იანვარს თქვენ დაიწყებთ მოქმედებას, მაგრამ თემა იდება და ეს რადგანაც აქ ციკლების დაწყებაზეა ლაპარაკი, სულ დასაწყისში ვარ ციკლის, მაგრამ თემა იდება აქ და ანუ ეს მომენტია, რომ ანუ ამ მომენტის მერე ცხოვრება უკვე
ანუ აი შავრველში აღარ წერ რა, შავრველში აღარ წერ, უკვე გადაწყვეტილება აქ მიღებული ნელ-ნელა იწყებს ჩამოყალიბებას რეალობაში. ჯერ იქნება ეს ლაპარაკები, მერე ეს იქნება რაღაცა პირველი ნაბიჯები, ხო, მერე იქნება რაღაცა ესეთი მოძრაობები. ანუ ნუ ელოდებით, რომ ეგრევე შედეგებზე ეგრევე მოხდება ყველაფერი ერთად, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე თქვენ უკან აღარ გინდათ შეხედვა, მიდიხართ მარტო წინ. და არც გამოვა უკან წასვლა, არც გამოვა, იმიტომ რომ ანუ აქ უკვე გვაქვს მზე ჩართული, ნება გვაქვს ჩართული და ამიტომ ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი და უძლიერესი შეერთება და ამიტომ ამ პერიოდში ყველანი არ აქვს მნიშვნელობა რა ნიშანი ხარ ზოდიაქოსი, რომელ სახში ხდება ეს ყველაფერი, თქვენ უნდა დაჯდეთ და ანუ სიმართლე უთხრა თქვენ თავს რა გინდათ და თუ რამე გინდათ უნდა მიიღოთ ის რომ მე თუ რაღაცის შეცვლა მინდა ამაში უნდა გადავიხადო ამაში რაღაცა უნდა შევცვალო და რაღაცა მსხვერპლად შევწირო ხო რაღაცა უნდა დავტოვო უკან იმისთვის რომ ვიარო წინ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა კი თან დღის რქაშია შეერთება და აქ რაც არ არის სტრუქტურული რაც არ არის მყარი ყველაფერს დაშლის და ახალ ეტაპზე გადაგვიყვანს ანუ აქ ჩვენ უკვე გვიჩნდება კითხვა ვენერა მარსი მზის შეერთებაზე დღის რქაში სადაც ვმუშაობ რასაც ვაკეთებ რამდენად მინდა საერთოდ რამდენად ვახდენ ჩემი იმ რაღაცა ოცნებების და იდეების მატერიალიზაციას რაც რეალურად მსურს ნახეთ მართველი სატურნი ამ შეერთების არის თევზებში აქ პირდაპირ უნდა მოხდეს ჩვენი ამ რაღაცა წარმოდგენების ჩვენი რეალური ოცნებების და ფანტაზიების მატერიალიზაცია და თუ ჩვენ ამ პერიოდში აღმოვაჩენთ რომ რასაც საქმიანობ, რასაც ვაკეთებ, ეს მე სიამოვნებას არ მანიჭებს, უკვე აქ შესაბამება ჩემ პრიორიტეტებს. ხო, აქ უკვე პირდაპირ შეგვიძლია რომ გადავუხვიოთ ჩვენს გეგმებს მაგალითად და შევცვალოთ ამ პროფესიას შევცვალოთ, ან მიმართულებას შევცვალოთ. ნებისმიერი თემა. ან რაღაცა გზაზე ვართ და ანუ ვერ გავდივართ შედეგზე და უცებ აღმოვაჩინოთ რომ არც მინდა ის შედეგი. ნახეთ თხისქაშია და ანუ ტრადიციულად მიჩნეულია რომ თხისქა დაკავშირებულია კარიერასთან. ნიშანი არ არის კარიერასთან დაკავშირებული. ანუ კარიერასთან არის უშუალოდ სახლი. ხო, რაღაც თემებთან არის სახლი დაკავშირებული. თხისქა გვეუბნება იმას, რომ სტრუქტურიზაციაზეა საუბარი. ეს შეიძლება ნებისმიერ სახლში მოხდეს თქვენთან და ნებისმიერ თემას შეეხოს. პარტნიორულ ურთიერთობებს შეიძლება შეეხოს, თქვენ კარიერას შეიძლება შეეხოს, რა ვიცი, თქვენ ოჯახს შეიძლება შეეხოს, გარემოს შეიძლება შეეხოს. ეს ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია იმაზე, რომ რაღაცაში უნდა აშენდეს, რაღაცა მყარი და ის რაც აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან რაც იყო აქამდე და ამისთვის ანუ შინაგანი მზადება იმისი რომ მე მზად ვარ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგა და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება მაშინ როდესაც სატურნი გადავა ვერტში ხო ანუ როცა თევზებიდან წავა სატურნი, იმიტომ თევზებში საერთოდ არ არის სტრუქტურირებული და ჯერ გაუგებარი იქნება, ხო უნდა დაინახოთ მონახაზი იმისი, რაც თქვენ გინდათ და როცა გადავა ვერტში უშუალოდ მართველი ამ შეერთების, ხო, როცა გადავა, მაშინ უკვე თქვენ უფრო შეძლებთ მოქმედებას. აქ უბრალოდ კი საფუძველი ეყრება რა მაგ დასასრულებელი, იმიტომ რომ მართველი თევზებშია, რა მაქვს გადასაფასებელი და ვერტში უკვე ხდება აქტიური ესეთი მოქმედება, ხილვადი მარტივად რო ვთქვათ, ხილვადი ქმედებები და ხილვადი ცვლილებები ურთიერთობებზეც ვთქვათ, რეპროდუქციული წყვილია. რა თქმა უნდა, ურთიერთობებზეც ეს ყველაფერს შეეხება, ურთიერთობებსაც შეეხება, ეს იმიტომ რომ ხო არის სიტუაციები, როცა აღარ მინდა ასეთი ტიპის ურთიერთობებში ყოფნა, მაგალითად, ხო? და რაღაცები მაპკოლებს. ხო, რაღაცა შიშები მაპკოლებს ძირითადად, ცვლილებები შიში მაპკოლებს ძირითადად, მაგრამ მყარად ვერ გრძნობ თავს, შედეგიანად ვერ გრძნობ თავს. არსად მიდის ურთიერთობა, ეს არის დღის რქა. უბრალოდ ურთიერთობაში ვარ, რომელსაც არავითარი სახე და სტრუქტურა არ აქვს, აღარ მინდა ამ მიმართულებით მოძრაობა.
ხო, აი აქ უკვე ეს გამოჩნდება ძალიან კარგად. მინდას გამოვლინება ხდება ვენერა მარსთან არის უკვე აქ შეერთებული. ხო, ვენერა მარსთან შეერთებული და მზე კიდე ნება ჩემი, თვით დამკვიდრება ჩემი, ხო, მაგაზეა ლაპარაკი. ამიტომ, ეს რეპროდუქციული წვლილია ვენერა მარსი, მაგრამ რეპროდუქცია რა თქმა უნდა მხოლოდ პარტნიორულ ურთიერთობებს არ ეხება, არამედ ზოგადად საკუთარი თავის აღდგენას სოციუმში ეხება. მათ შორის პარტნიორულ ურთიერთობებსაც. ამიტომ, გამომდინარე ასაკიდან, გამომდინარე თქვენი სოციალური მდგომარეობიდან და გამომდინარე იქიდან რომელ სახლში მოხდება ეს შეერთება, ეს სხვადასხვა რაღაცებს შეეხება თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ახალი დიდი მნიშვნელოვანი თემები. და აქ შეიძლება დაჟე რაღაც ახალ ურთიერთობებს წავაწყდეთ, კარმულ ურთიერთობებს შევეჯახოთ, თუ რა თქმა უნდა დასასრულებელს დავასრულებთ. ეს შეერთება გთხოვს, რომ გააკეთე ის, რაც გინდა, შენი სურვილების და პრიორიტეტების შესაბამისად იმოქმედე. და მთავარია აიღე შენ თავზე პასუხისმგებლობები აიღე. აი ეს არის. და თუ ჩვენ ამ პერიოდში მოვახერხებთ, რომ დასასრულებელი ურთიერთობები დავასრულოთ, და ისედაც დღეს რქაში არამყარი ურთიერთობები ავტომატურად დაინგრევა. ეს პერიოდი შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ ახალი ურთიერთობები მოვიზიდოთ. ეს შეიძლება იყოს საქმიანი ურთიერთობები, ეს შეიძლება იყოს პირად სასიყვარულო ურთიერთობები. მთავარია მზად ვიყოთ ამ სიახლეებისთვის და ცვლილებებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ახალი დასაწყისი. კი, და იცით რა არის? შეიძლება მომენტში შეგეშინდეთ კიდევაც, იმიტომ რომ აი ადრე ხო თუ რაღაცა იმედები, მოლოდინები გქონდათ, ხო ამ მომენტის მერე, როცა თქვენ გადაწყვიტავთ, რომ უნდა იცხოვროთ ისე, როგორც გადაწყვიტეთ, ხო? თქვენ უნდა გააცნობიეროთ ის მომენტი, რომ პასუხისგებლობა თქვენ თავზე უნდა აიღოთ ამ გადაწყვეტილებებზე. ამიტომ ესეთი პოზიცია, რომ მე არ ვიცი, ვნახოთ, ხო, ესეთი პოზიცია ამ პერიოდისთვის აღარ წავა, ხო? ერთადერთი პოზიცია შეიძლება იყოს ასე, ეს არის ჩემი არჩევანი, მე ამ არჩევანზე ვაგებ პასუხს და მზად ვარ, რომ ეს არჩევანი და ჩემი მინდა განვახორციელო უშუალო ქმედებაში. აი შინაარსი ამ პერიოდის არის ესეთი. მე მგონი გადასარევია, როგორც იქნა ცაზე რაღაცა გამოჩნდა კომბინაცია, რომელიც ცოტა გამოგვიყვანს ამ ჭაობიდან და ამ მდგომარეობიდან, რომელშიც ვიმყოფებოდით ბოლო, რა ვიცი, რამდენი თვეა უკვე. ხო. ეს პერიოდი ახლა მხოლოდ ესეთი ჰარმონიულიც არ არის, იმიტომ რომ მარსი მონაწილეობს და რა თქმა უნდა, თუ შევატყობთ, რომ ჩვენი მოქმედებები, ჩვენი რაღაც ნება ითრგუნება, აქ უკვე ადამიანი აქტიურად რომ იწყებს საკუთარი მინდას გამოხატვას, შეიძლება შენ გინდოდეს, მაგრამ სხვისთვის ეს შენი მინდა არ იყოს სასურველი. შეიძლება წავაწყდეთ რას? კონფლიქტებს, დაძაბულობებს. აქ ადამიანი აქტიურად იწყებს უკვე თავისი სურვილების და ნების გამოვლინებას და სიტყვაზე პარტნიორს რომ მეუბნები, რომ აღარ მინდა ურთიერთობა და შენ ძალიან მკაფიოდ აყალიბებ შენს პრიორიტეტებს და მოთხოვნილებებს, ხო, აქედან გამომდინარე შესაძლებელია დაძაბული სიტუაციებიც იყოს, კონფლიქტური გარემოებებიც იყოს, ხო? სოციუმშიც თუნდაც სოციუმს რა უნდა, ხო, ესეც ვენერას თემებია და თან იქ იუპიტერი მონაწილეობს, ამაზეც გავამახვილებთ ყურადღებას. შეიძლება საზოგადოებრივ დონეზეც მივიღოთ დაძაბულობა, იმიტომ რომ ხალხი, ადამიანები უფრო აქტიურად იწყებენ თავიანთი სურვილებისთვის და პრიორიტეტებისთვის ბრძოლას. ჰარმონიული და არახარმონიული პერიოდი ძალიან პირობითია და მოდით ასე ვთქვათ, ჰარმონიულ პერიოდში ჩვენ არასდროს არ გვინდა ვიმოქმედოთ. ჰარმონიულ პერიოდში ყოველთვის გვინდა რომ დავისვენოთ და გავერთოთ და მოქმედებთ მხოლოდ დაძაბულ პერიოდში. ამიტომ ძალიან დიდი ის არის კითხვის ნიშანია, როცა ვიძახით ჰარმონიული პერიოდი, რისთვის არის ჰარმონიული? ცვლილებებისთვის. ხო, დაძაბული პერიოდი ცვლილებებისთვის უფრო ჰარმონიულია. და ჰარმონიული ასპექტები რო გვაქვს წაზე, იქ არაფერი მოქმედება არ გვინდა წამოვწვეთ და დავისვენოთ, ხო. კარგი, იუპიტერის ოპოზიციაზე ვთქვა. სოციალურია თემები, იუპიტერის ოპოზიცია, ხო, კირჩხებიდან იუპიტერი უკეთებს ოპოზიციას და ეს არ არის ცუდი, ეს პირიქით, ეს უფრო მეტად ააქტიურებს სოციალურ თემებს, უფრო მეტად ააქტიურებს პოზიტიურ თემებს, იუპიტერი მონაწილეობს ეხლა, რა თქმა უნდა. და ამიტომ ხელს შეგიწყობთ, რომ პერსპექტივები დაინახოთ თქვენი აი ამ სურვილების და გზები დაგანახოთ, რა გზებით უნდა იმოქმედოთ. ეს არის იუპიტერი. მოდი სახლებში ვთქვათ. კი.
ხო. კარგი, დაიწყე შენ პირველ სახლში. ესე მოკლედ. იგი, პირველ სახლში, როდესაც ხდება ეს შეერთება, პირველი სახლი არის ჩვენი იდენტობა. აქ უკვე უნდა დავფიქრდეთ ჩვენს თვითგამოვლინებაზე სოციუმში, როგორ ვავლენ თავს, როგორ მხედავს საზოგადოება და ეს შეერთება პირველ სახლში დაგვეხმარება ახალი რაღაცების აღმოჩენაში. ჩვენი საკუთარი თავიდან გაცნობიერებაში, მარტივად რო ვთქვა და უფრო მეტად გააქტიურებაში. სად უნდა ჩავდო ენერგია, რა საკითხებში უნდა გამოვავლინო უფრო აქტიურად საკუთარი თავი და გარკვეული პერიოდის მერე თუ გავაქტიურდებით და მივმართავთ ამ ენერგიას კონკრეტულ რაღაცაზე, შესაძლებელია კარგი შედეგებიც მივიღოთ. ან მაგალითად აი მინდა გარეგნობის შეცვლა, ყველაზე მარტივი იმიჯის თემა. შეცვლა. ხო, გარეგნობის თემა, იმიჯის შეცვლა მინდა, მაგრამ რაღაცა მაპყოლებ და მაშინებდა. საკუთარი ძალის გაცნობიერება რა ხდება. თქმა, საკუთარი თავის და საკუთარი თავის ისა თავდაჯერებულობა თვითრწმენაც მატულობს მაგ დროს კი. და ეს მოგცემთ საშუალებას, რომ უფრო მეტად აქტიურად ჩაერთოთ ნებისმიერ რეალიზაციაში, რომელიც თქვენ გაქვთ დასახული, გექნებათ დასახული. კარგი. მეორე სახლში ეს არის საკუთარი ფასეულობა. აქ ლაპარაკია, რომ ახლებურად უნდა შეაფასოთ თქვენი თავი. აქ საუბარი არის იმაზე, რომ შესაძლებელია ამ ეტაპისთვის თქვენ აღმოაჩინოთ, რომ არასაკმარისი რესურსი გაქვთ. რესურს არ გულისხმობ ეხლა მე ფულს და აი ეს რაღაცებს. რესურსი ეს არის თქვენი თუნდაც ნიჭი, თუნდაც განათლება, თუნდაც პოტენციალი, ხო, რომელიც გაყიდვადი შეიძლება იყოს, ხო? ამიტომ აქ მეორე სახლი ძალიან ბევრ თემებს მოითხოვს, ანუ ბევრ მიმართულებებს, რომელიც გაზდის თქვენ რესურსს. ხო, ეს შეიძლება იყოს განათლება, შეიძლება იყოს ეს, რა ვიცი, ახალი გამოცდილებების მიღება, შეიძლება ეს იყოს ახალი გზები, შემოსავლების გზები და შესაბამისად ბიზნესი, სამსახური და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრ რაღაცასთან არის მეორე სახლი დაკავშირებული, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, დაწყებული ფული, ცოდნა, სოციალური სტატუსი, სამსახურის ყველაფერი გულისხმობს ჩვენ პოტენციალს, რა თქმა უნდა. მესამე სახლი. მესამე სახლში შეერთება თან თხისრქაშია ეს მოგცემს შესაძლებლობებს, რომ ახალი კონტაქტები მოვიზიდოთ, განსაკუთრებით ახალი საქმიანი ურთიერთობები, ახალი კონტრაქტები დავდოთ, საბუთებთან გქონდეს შეხება, კომუნიკაცია გავზარდოთ, აქ უკვე ხდება დაფიქრება და შეცვლა ურთიერთობების, რამდენად ხარისხიანია, რამდენად კარგია ის ურთიერთობები და კონტაქტები, რომელიც მაქვს, რამდენად სერიოზულია, რამდენად მყარია და ამ საკითხებში შესაძლებელია მოხდეს გადაფასება და ცვლილება. ასევე შესაძლებელია კარგი პერიოდი იყოს სწავლის დასაწყებად, ახალი ინფორმაციების მისაღებად, ხო? აი მაგალითად აქამდე მინდოდა რაღაცის სწავლა და მეშინოდა, მეგონა რომ არ გამომივიდო და აქ უკვე როცა შეერთება მესამე სახლში გვიჯდება, თავდაჯერებულები ხდებით, უფრო დარწმუნებული ხდებით, რომ ამისი სწავლა გამოგვივა და კარგი სტარტია ახალი ინფორმაციების მისაღებად მარტივად რო ვთქვათ. კი ბატონო, მეოთხე სახლში ეს შეერთება, მეოთხე სახლიც კუთხის სახლია და ძალიან ცელი სახლია. ეხება არა მარტო უძრავ ქონებას და ოჯახს, ზოგადად რესტარტია მეოთხე სახლი არის რესტარტი, როცა ჩვენ გვინდა რომ რაღაცა დავთესოთ, რომელიც მერე წლების მერე მოგვიტანს შედეგს. ამიტომ მეოთხე სახლზე ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტო ოჯახურ თემებს ეხება. ეს ეხება ზოგადად ყველაფერს აბსოლუტურად. ანუ რესტარტი, როცა რაღაცა გავანულე, რაღაცაზე ვთქვი ვარი და ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, ხო, აქ, ანუ როგორ მოვახდინო ჩემი ახალი რეალიზაცია, როგორ ამოვქოქო. აი ამაზეა საუბარი. მეოთხე სახლში როცა არის, არ არის აუცილებელი, რომ ეგრევე მოხდეს რეალიზაცია, მაგრამ აქ ჩადებული თქვენი ენერგია, ხო, სამსახური იქნება ახალი და უშუალოდ საქმიანობა იქნება ახალი, ეს იქნება თემები, რომელიც შეხება დაუშვათ იგივე რაღაცა უძრავი ქონებას, ანუ თქვენი ოჯახური თემები აუცილებლად, ანუ დროთა განმავლობაში მოგიტანთ ძალიან კარგ შედეგს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტო ეხება ოჯახის წევრებს და სახლს. კი ბატონო. მეხუთე სახლში. მეხუთე სახლში შეერთება დაგვაფიქრებს იმაზე თუ რამდენად ვაკეთებ იმას, რაც მე მიყვარს და რამდენად ვაკეთებ იმას, რაც ჩემთვის არის შემოქმედებითი.
ხო, ანუ ამ პერიოდში შესაძლებელია რაღაცა ჰობი გადავაქციოთ პროფესიად, თან თხის რქაშია მაგალითად შეერთება და იმისი კეთება დავიწყოთ უკვე, რაც გვიყვარს და რაც სიამოვნებას გვანიჭებს. ასევე მეხუთე სახლი ასოცირდება შვილებთან, ბავშვებთან ურთიერთობასთან. აი, მინდოდა აქამდე ბავშვის გაჩენა, მაგრამ რაღაცები მაბრკოლებდა, რაღაც სირთულეებს მიქმნიდა. აქ უკვე თქვენი სურვილი თუ რეალურია, ანუ ვენერა რაც არის, ხო? აქ უკვე გამბედაობა გვეძლევა, რომ თუნდაც ეგნა ბიჭი გადავდგათ და შვილი ყავდეს. სხვა მხრივ, შესაძლებელია რაღაც ახალი დასაწყისი იყოს სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით, გართობის კუთხით, ანუ გადაფასება მოხდეს ამ საკითხებში რა. მაგრამ არ მგონია რომ ძალიან ეხა სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ვიყოთ მზად, ხო? თუ სიყვარულზეა ლაპარაკი, ეს რაღაცა უკვე ძალიან სერიოზული, რომ ძალიან სტრუქტურირებული და ასე შემდეგ და ძირითადად მეხუთე სახლი კიდე დაკავშირებულია როგორც ნებისმიერი ფიქსირებული სახლი ფინანსებთან, ამიტომ აქ ფინანსური თემები შეიძლება, ანუ ახალი ფინანსური პროექტები შეიძლება იყოს. აი აზარტი გაგვიჩნდეს, მეხუთე სახლი გვაძლევს აზარტს, რომ რაღაცა ახალი თავისუფალი ფინანსური პროექტები, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება იყოს ჩადებული, კი ბატონო. მეექვსე სახლში მეექვსე სახლი სამსახურთან არის დაკავშირებული პირველ რიგში. ხო, ანუ რამდენად მე მაწყობს ის სამუშაო ადგილი, სადაც მე ხვალ ვმუშაობ, ხო, ის რეჟიმი, რა რეჟიმითაც ცხოვრობ, იქნებ ისეთ რეჟიმში ვცხოვრობდი, რომელიც თქუნავდა ყველანაირად, მიფუჭებდა ჯანმრთელობას, არაფრის დრო არ რჩებოდა და აბსოლუტურად ანუ მოიცავდა მთელ ჩემ დროს, ხო, და აღარ მინდა ასე ცხოვრება. ხო, ამისთვის მე მზად ვარ რომ ავიღო პასუხისგებლობა ჩემ თავზე, მზად ვარ რომ რაღაცა პერიოდი საერთოდ არ ვიმუშაო იმისთვის რომ შემდგომში, ხო, ვიპოვო უფრო წესიერი სამსახური, ხო, და რომ ანუ შევცვალო ჩემი ცხოვრების რეჟიმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხლა ჩემი გამოცდილებიდან ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში ისეთ რეჟიმში ცხოვრობს, რომ რეალურად სხვა რაღაცებისთვის დრო არ აქვს. ცხოვრებისთვის აღარ აქვს დრო ადამიანებს. ძალიან ბევრი ადამიანი ასე ცხოვრობს. ამიტომ ხო, აი ეს პერიოდი არის ზუსტად ის, როცა უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ ძველებურად ცხოვრება არ შემიძლია, ძველებურ რეჟიმში ცხოვრება არ შემიძლია. ნუ აი ეს ერთ-ერთი კარგი გამოვლინება მეექვსე სახლის და ნუ კიდე გამოვლინება მეექვსე სახლის არის ის, რომ მოგიწევთ შეიძლება მოგიწიოთ, ანუ ჯანმრთელობის თემებით დაკავება, ოღონდ ძალიან ასე მიზან მიმართულად და სტრუქტურულად. აი მანამდე თუ მაგალითად არ აქცევდით ყურადღებას, ახლა შეიძლება აქტიურად მოგიწიოთ. ხო, მეშვიდე სახლში. მეშვიდე სახლი მოგიწიოთ აქ ცოტა ისეთი თემა, იმიტომ რომ აქ ჩვენ არჩევანზე აირჩიოთ, მოდით ასე ვთქვათ, კი არ მოგიწიოთ, ანუ აირჩიოთ თქვენი ჯანმრთელობა, აირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება, აირჩიოთ რეჟიმული ცხოვრება, ნახეთ, ანუ აქ არ არის ის რომ მოგიწიათ. ანუ არამედ თქვენი რჩევთ ამას, ნახეთ, თქვენი რჩევთ. ეს არის ამ შეერთებაში მნიშვნელოვანი, რომ მე ვირჩევ ამას. და მე უმოქმედებ. ნებელობა და სურვილები ძალიან ძლიერდება. მეშვიდე სახლი. მეშვიდე სახლში მთავარი კითხვა აქ ჩნდება, რამდენად მყარი და სტრუქტურულია ჩემი პარტნიორული ურთიერთობები. პირადი და საქმიანი. საქმიანი თუნდაც, პირადი თუნდაც და გარემოსთან ურთიერთობები, ხალხთან ურთიერთობები. აქ შესაძლებელია მოხდეს რაღაც არამყარი ურთიერთობების დაანგრევა და დაშლა, როგორც პირადი სასიყვარულო, ასევე საქმიანი ურთიერთობების დაშლა. ასევე შესაძლებელია მოხდეს ახალი საქმიანი კავშირების დამყარება, მოვიზიდოთ ახალი პარტნიორები, ახალი შემოთავაზებები გამოგვიჩნდეს. ჩვენ თვითონ დავიწყოთ ახალი პარტნიორების ძიება, აი აქამდე მინდოდა რაღაცა ახალი საქმის წამოწყება, მაგრამ საქმიან პარტნიორს ვერ უპოულობდი, ვერ უბედავდი. ეხლა ამ პერიოდში უკვე კარგი პერიოდია მაგისთვის, რომ რაღაცა მოვძებნოთ საქმიანი ურთიერთობები, მოვძებნოთ საქმიანი პარტნიორები და ვიპოვოთ ისეთი საქმიანი პარტნიორი, ვინც რაღაცა მყარ შედეგებს დაგვიდებს და ჩვენი მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარება, იმიტომ რომ თხის რქაშია ეს შეერთება მაინც და უფრო რომელ სახლშიც არ უნდა მოხდეს რაღაცა შედეგებს და საქმეს და პასუხისმგებლობებს შესაძლებელია ეხებოდეს. იცით რა არის, საქმე ის არის, რომ მეშვიდე სახლი არა მარტო პარტნიორებთან არის დაკავშირებული, პარტნიორებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ რაღაცა პარტნიორების და შემოთავაზების შედეგად შეიძლება იცვლებოდეს კარიერული თემები. ძალიან ხშირად, როცა აქტიურია მეშვიდე სახლი, ანუ ეს არის, ასე ვთქვათ, ახალი
საფეხური კარიერულ განვითარებაში. ნუ უყურებთ იმას, რომ მეშვიდე სახლია და ქვია პარტნიორული სახლი. სინამდვილეში კუთხის სახლია და კუთხის სახლში აბსოლუტურად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიუჟეტი შეიძლება იყოს კუთხის სახლებში. როგორც პარტნიორული ურთიერთობები და ისევე კარიერული ურთიერთობები და ისევე საკუთარი თავის თვითგამოვლინება. იმიტომ რომ კუთხის სახლია ეს. ამიტომ ასე კონკრეტულად რომ მარტო პარტნიორობას შეეხება, ანუ ვერ ვიტყვით ამას. ეს შეიძლება ეხებოდეს მნიშვნელოვან ცვლილებებს დაკავშირებულს როგორც პარტნიორობასთან, ისევე საკუთარ თავის გამოვლინებაზე, ისევე კარიერულ თემებთან, ისევე ოჯახურ თემებთან. ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდია. მიდი მერვე სახლი თქვი შენ და მერვე სახლი ეს არის კრიზისების სახლი, ტრანსფორმაციების სახლი. აქ როდესაც ჩდება შეერთება, პერიოდი არის, როდესაც უკვე უნდა დავფიქრდეთ, რამდენად ვცვლი იმას, რისი შეცვლაც საჭიროა, რამდენად ვტრანსფორმირებ, რამდენად ვანგრევ დასანგრევს. ამ პერიოდში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, რაღაცა კრიზისული სიტუაციების გადალახვა მოხდეს, აი რაღაცა გვინდოდეს, კი და შესაბამისად მე ვიმოქმედოთ და მოხდეს, იმიტომ რომ მარსიც მონაწილეობს, ხო? აქ ნახეთ, აი რაღაცა კრიზისი მიქმნის, მამძიმებს ფსიქოლოგიურ დონეზე ან ზოგად დონეზე, ხო? და აქამდე ამას ვერ ვერეოდი, აქამდე ამას ვერ ვალაგებდი. ეხლა მერვე სახლში, კი, შიშები გქონდა, იმიტომ რომ მერვე სახლი ფსიქოლოგიურ თემებთან ასოცირდება. ეხლა უკვე გვაქვს იმისი ნებელობა, ძალა და სურვილი, რომ ეს კრიზისები გადავლახოთ, შევცვალოთ რაღაცები ჩვენს ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები გქონდეს. ასევე აი მაგალითად მინდოდა აქამდე ბიზნესის დაწყება და რაღაცა ფერ ხდებოდი ვერ ვბედავდი. მერვე სახლში უკვე შესაძლებლობა გვეძლევა, ეს შეერთება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გავბედოთ, გავრისკოთ, ვიმოქმედოთ ჩვენი სურვილების და შესაბამისად ახალი ფინანსური რესურსები მოვიზიდოთ. შეიძლება აი პარტნიორის ფინანსურ მდგომარეობაზეც იმოქმედოს, ამან და კარგი გავლენა მოახდინოს ამ შეერთებამ. რაღაცა ახალი ეტაპია ფინანსურ სიტუაციებში, ბიზნესის სიტუაციებში და ცვლილებებს ზოგადად მოგცემს ეს პერიოდი. კი ბატონო. მეცხრე სახლი. მეცხრე სახლი პირველ რიგში დაკავშირებულია იმასთან, რომ მინდა შევცვალო ჩემი საზოგადოებრივი ავტორიტეტი და პატივისცემა. ამისთვის მე უნდა ხო მეტად გამოვჩნდეს საზოგადოებაში. ამისთვის მე მზად ვარ, რომ ვისწავლო, ანუ მივიღო კარგი განათლება, ამინდო 4 ქარი აქვს, ანუ კარგი სტრუქტურული განათლება, ანუ სერიოზულად შევხედო ზოგადად განათლების თემებს, რაც შემდგომში მომიტანს ავტორიტეტის გაზრდას. ხო, ეს ანუ მეცხრე სახლი არის დაკავშირებული საჯაროობასთან, ხო, როცა აი რაღაცას გამოვდივართ და ვსაუბრობთ, ვლაპარაკობთ, ვიღაცას რაღაცას ვასწავლით, ხო, აი მინდა რომ აი ამ თემებში იყოს ცვლილება, ხო, ან მეორე ვარიანტი თუ ავიღებთ უფრო ფიზიკურ დონეს, ანუ ეს არის გეგმა დაკავშირებული, ხო, მინდა წასვლა უცხოეთში. ხო, მინდა წასვლა უცხოეთში, მაგრამ აქამდე მეშინოდა ამის გაკეთება, ან ხო, ნუ ვიძახთი როგორც იქნება, ისე იქნება და ეხლა უშუალოდ, ხო, ამაზე ვიღებ პასუხისგებლობას და ნელ-ნელა ვიწყებ ამ მიმართულებით მოქმედებას. აი ეს არის მეცხრე სახლი. მეათე სახლი. მეათე სახლი ეს არის ჩვენი კარიერული რეალიზაცია, შედეგების სტრუქტურასთან ზოგადად ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობა. მეათე სახლში ეს შეერთება გვისვავს კითხვას, რას წარმოადგენს სოციუმში? ვარ იმ ადგილას კარიერულად, სადაც მინდა რომ ვიყო? აქ გვაძლევს ცვლილებას მიმართულებებში ეს შეერთება, სოციალურ რეალიზაციაში. შესაძლებელია იმეტი ამბიცია გაგვიჩნდეს, რომ მინდა დაწინაურება და ვერ ველაპარაკებოდი აქამდე უფრო სამ დაწინაურებაზე, პოზიციის შეცვლაზე, რეალურად სულ მინდოდა. აქ უკვე გვეძლევა იმის შესაბამისი ნებელობა და ძალა, რომ დაველაპარაკოთ ჩვენზე გავლენიან ადამიანს, ავტორიტეტულ ადამიანს და შევიცვალოთ პოზიცია. მინდოდა სამსახურის შეცვლა, მინდოდა მიმართულების შეცვლა, პროფესიის შეცვლა. ხო, ჩვენი მიზნები რაც არის სახლის თემები. მარტო სამსახურს ეხებოდეს. კი, იმიტომ რომ მეათე სახლი ეს შედეგია უკვე, მიზნებია ჩვენი და ამ საკითხებში ცვლილებები
შესაძლებელია რომ მინდოდა ქმართან გაშორება. თუნდაც ანუ მე-1000 სახლი ახაც მე-1000 სახლის თემა ეგეც რომ აი უნდა მიხვიდე და ხელი გააწერო ხო ანუ ოფიციალური ის დაარღვიო დოკუმენტი მინდოდა სტატუსის შეცვლა მინდოდა ნახეთ ეს სტატუსია რა თქმა უნდა გათხოვილი გაუთხოვარი ან ცოლიანი უცოლო სტატუსის შეცვლა მინდოდა და აქამდე არ ყოფნიდა ენერგია აი ეს პერიოდი მოგცემს რამდენად სწორ ადგილას ვართ მაგის იმასაც რა ქვია დაგვანახებს და რატო ნახე მაგალითად გინდა შენ და თვლი რომ მეტი შეგიძლია მეტ საკეთებს სამსახურში დაწინაურება გინდა და შედიხარ უფროსთან და გეუბნება რომ არა არ დაგაწინაურებ აქ შეიძლება ეს დაძაბულობა მარსიდან გამომდინარე კონფლიქტი იყოს ამის გამო მაგრამ იმას მაინც მიხვდები რომ იქ მეტი განვითარების შესაძლებლობა არ გაქვს უნდა წამოხვიდე და სხვა მიმართულება აერჩიო ესეთი სიტუაციები შეიძლება იყოს კი ბატონო მე-11 სახლი. მე-11 სახლი საინტერესოა ძალიან, იმიტომ რომ ყველაფერი რაც მე-11 სახლში ეკეთება, ანუ კარგი შედეგები მოაქვს მომავალში, თუ მუხტი მართლა პოზიტიურია, თუ მუხტი ნეგატიურია, მომავალში შეიძლება რამდენიმე წლის მერე მიიღო ძალიან ნეგატიური შედეგი და ვერც მიხვდეთ რომ აი ჩადებული იყო აქ. ანუ ეს არის მომავლის სახლი. პირველ რიგში ჩვენი მომავალი გეგმების სახლი, ამიტომ აქ ძალიან მარტივად, გაცილებით უფრო მარტივად თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი მომავალი. ასეთი ჯადოსნური სახლია მე ვიტყოდი მე-11 სახლი, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ აქ დაგეგმოთ თქვენი მომავალი და ასე რომ ვთქვათ პირობითად ხათულად რო თქვა თითქოს ფარველი ანგელოზია თქვენთან, იმიტომ რომ რეალურად ძველ ასტროლოგიაში მე-11 სახლი არის ფარველი ანგელოზის სახლი. ანუ არის თანამედროვე ასტროლოგიაში არის იმ პერსონების, ადამიანების და ორგანიზაციების, ვინც გვეხმარება. შესაბამისად, აქ თქვენ მომავალი თქვენია რო იტყვია, ნახეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენი ნება განახორციელოთ და მიიღოთ დახმარება ზემოდან ან კონკრეტული ადამიანებიდან. ეს ერთი და მეორე მე-11 სახლი ეს არის საზოგადოებრივი აქტიურობა არაფორმალურ ჯგუფებში. ხო, ანუ დაუშვათ თქვენ თუ გინდათ გააქტიურება სოციალურ ქსელებში, გინდათ გააქტიურება, ხო, აი ასეთ თემებში, ხო, აი მომავალი თქვენია პირდაპირ. და ბოლოს მე-12 სახლი ეს არის ჩვენი ფარული შიშები, ის რაც თქვენ ცნობიერში გამდევნეთ და არ გამოვავლინეთ. ყველაფერი რაც დაფარულია. აქ რო შეერთება გვიჯდება თან დღისქაში და თან მე-12 სახლში, მთავარი ამოცანა არის, რომ რეალურად დავეჯახოთ ჩვენს შიშებს, ჩვენს ფოთლებს, რაც შინაგანად გვაწუხებს და ვიფიქროთ უკვე ამის მოგვარებაზე და რაღაც სხვა ეტაპზე გადასვლაზე და დასრულებაზე, თუნდაც მე-12 სახლის სიმბოლურად ასოცირდება დასრულებასთან. რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა, ფოთლები მქონდა, ფსიქოლოგთან მისვლის მეშინოდა, იმიტომ რომ ის რას მეტყვის რა კითხვებს და მისვავს მზად არ ვარ, აქ უკვე შეერთება ეს ძლიერი შეერთება, რომ მე-12 სახლში გვიჯდება. უკვე ძალა და ნებელობა გვაქვს, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და ჩვენს შინაგან ტრაუმებზე და ჩვენს შინაგან ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ვიმუშაოთ. ასევე ნახეთ, მე-12 სახლი ეს არის ჩვენი ოცნებებიც, ფანტაზიებიც მარტივად რო ვთქვათ, ხო? შეგვიძლია იმაზე მოქმედება დავიწყოთ რეალური, რაც შინაგანად სულ გვინდოდა, მაგრამ ვერ ვაკეთებდით, რა წარმოდგენებიც გქონდა, რა ფანტაზიაც გქონდა, ამისთვის ბრძოლა, ამისთვის აქტიურობა დავიწყოთ, ამისთვის მოქმედება დავიწყოთ და საკმაოდ საინტერესო სახლია მე-12 სახლი და შეგვიძლია ამ პერიოდში, ვისაც მე-12 სახლში გიჯდებათ ეს შეერთება, რომ მნიშვნელოვანი რაღაცების დასრულება მოვახდინოთ შინაგანად და მნიშვნელოვნად ესეთი ცვლილებები გქონდეს შინაგანი. ასევე მე-12 სახლი დაკავშირებულია იმ ადამიანებთან, ვინც პროფესიულად არის დაკავშირებული მე-12 სახლთან. ეს არის ფსიქოლოგები, ეს არის შემოქმედებითი ადამიანები, ხო, ეს არის, რა ვიცი მე, არტისტები, მომღერლები და ასე შემდეგ. ამიტომ ეზოთერიკოსები, ამიტომ ამ შემთხვევაში, რადგანაც ეს შეერთება მაინც მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარი სურვილების განხორციელებას და დღის ქაში, ხო, რაღაცის სტრუქტურაში მოყვანაზე, ამ ადამიანებისთვის ეს შეიძლება გახდეს პროფესიული სახლი და პროფესიული რეალიზაციის ჩამოყალიბების ან ეზოთერიკის სწავლა, რაღაცა ფარულის სწავლა გინდოდა და აქამდე გეშინოდა არის ადამიანი, რომ მაგალითად უნდა რაღაცა ასტროლოგიის სწავლა სხვადასხვა ეშინია, მეშინია, რომ ეშინია. უკვე აქ შეიძლება მზაობა გქონდეს. ან აი მაგალითად ფარული მტრები დავინახოთ ამ პერიოდში. ან მანამდეც ვამჩნევდით, რომ რაღაცა ფარული იყო და ანუ ადამიანების რეალური სახე შეიძლება დავინახოთ, რაც ჩვენგან აქამდე უხილავი იყო. ხო, ის ანუ ნახეთ, ანუ ის რაც სადღაც
ღმათ, შორს, სურვილის დონეზე ქონდა, მაგრამ ვერ ბედავდით, ვერ ვიღებდით, ვერ ვარქმევდით, სახელს. ხო, აქ და ილუზია გვეგონა. ხო, დავარქვათ სახელი უბრალოდ და ეს აი ეს არის ჩემო მეგობრებო, ეს მნიშვნელოვანი შეერთება, მე მგონი საინტერესო იყო 7 დეკემბერს, რომელიც გვექნება, ისე დეკემბერი მიჩქარება ძალიან, 7 იანვარს, რომელიც გვექნება და ნუ გისურვებთ წარმატებას და გისურვებთ აქ ხო განთავისუფლებას იმ ნეგატიური დამოპყრობლებელი თემებისგან, რომელიც თუ ქონდათ ასეთი და რომელიც გაწופებდა. ბედნიერი ახალი წელი. ბედნიერი ახალი წელი.